ხდება თუ არა მათი საქმიანობის რაიმე სახის მონიტორინგი. Is the final session of a 9-day school for investigative journalism conducted by the Georgian Young Lawyers Association with support of the USAID funded through IRXG Media program, and discussions are still intense. Journalists have welcomed the chance to discuss the legal issues they face while doing investigative journalism in Georgia. ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი სკოლა ჯერ არავის არ გაუკეთებია, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ ტიპის სკოლის დაგეგმა და ორგანიზება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი გამოდის. The training agenda was based on input from journalists and legal expertise at GAILA. გვინდოდა რომ მაქსიმალურად მათზე ორიენტირებული ყოფილიყო ყველა ის საკითხი და ამიტომ მათი ინტერესები, ასე ვთქვათ, მიღმა არ დარჩენილა და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ინტეგრირებული ყოფილიყო მთელ სამ სამართლებრივ სკოლაში. GAILA has been consulting investigative journalists for many years, but this school has helped them find new topics for future stories. არსებობს ხრელები, რომელთა შესახებაც ჩვენ ჟურნალისტებმა არ ვიცოდით და სპეციალისტებმა კარგად იციან, ჩვენ არ გვაქვს სპეციფიკური ცოდნა და მათთან დილიდან საღამომდე ამ დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სწორედ ამ კუთხით. ჩემი თქვა რომ ჩემი სამუშაო დროული ვიყავი გავსებულია და მონიშნულია რამდენიმე იდეით, რომელსაც ალბათ ყველას ვერა, მაგრამ დიდ ნაწილს ალბათ განვახორციელებ. Experts also found the training useful, and former judge Nino Benedadze says it's always good to get feedback from journalists. საინტერესოა მათი ხედვები არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეებთან ჟურნალისტური გამოძიებისთვის, საინტერესო არის მათი ხედვები ასევე სისტემის ხარვეზებთან დაკავშირებით. Journalists say their new perspective on the law will help them produce more complete and effective investigative stories. სამართლის ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჟურნალისტებს, რომ ისინი ჩვენ უფრო კვალიფიცირად ვიმუშაოთ და ჩვენ უფრო ანგარიშგასაწევები გავხდეთ როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის შევძლოთ, რომ უფრო ეფექტურად მივიტანოთ ჩვენ პრობლემები და დავანახოთ რეალობა, რაშიც გვიწევს ცხოვრება.